მოგესალმებით. ეს არის Media Holding რეპორტიორის და ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის ერთობლივი პროექტი რეპორტიორის თვალით. მე მისი წამყვანი დიანა ლიპარტელიანი ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ბატონი სულხან მოლაშვილი. მოგესალმებით ბატონო სულხან. მადლობა რომ გვეწვიეთ. ბატონო სულხან, ხელისუფლების ცვლილებიდან 2 წელზე მეტია გასული. თქვენთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის, რა შეიცვალა ამ პერიოდში? დიდი მადლობა მოწვევისთვის და ინტერვიუსთვის. უწინარეს ყოვლისა ახალ სამხრივ ვერაფერს მოგახსენებთ საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების სახით მას ყავდა შინაური ჩაგვრელი და ავტოკრატი, ტირანი და იდაყვებამდე სისხლში მცურავი ხელისუფლება, ჯალათების ხელისუფლება, საქართველოს მის საკუთარი მოთმინების, საკუთარი გამძლეობის ხარჯზე მართალია 9 წელი კი ატარა, ასე ვთქვათ, საკუთარ ნებაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ იგუა, ვერ შეიყვარა, პირიქით სამუდამოდ შეიზიზღა, დაარქვა თავისი სახელი და ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი, ძალიან დროული და საჭირო დახმარების შედეგად დაირაზმა და მოიშორა ეს ხელისუფლება. ეს არის ძირითადი მიღწევა და ეს არავინ არასდროს არავის არ უნდა დაუგარგოს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. უშუალოდ თქვენთვის რა შეიცვალა? ჩემთვის შეიცვალა ის პოლიტიკური სინამდვილე ზუსტად, რომ სააკაშვილის რეჟიმი განერიდა პოლიტიკურ სცენას და იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ერთეული, ის თავის დროზე გასამართლებული იქნება საქართველოში. მისი ლიდერები აუცილებლად აგებენ პასუხს და ამას ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა ზუსტად 2012 წელს. ბატონ სულხან, დღეს რა საქმიანობთ? დღეს მე ჩემი პროფესიით მუშაობ. ვარ ადვოკატი და რადგან ვარ ტერიტორიულად ვიყავი და ვარ საფრანგეთში, ამიტომ ჩემი ასე ვთქვათ, ძირითადი განხრა მუშაობისა არის სტრასბურგის სასამართლოში ადამიანის უფლებების დაცვა. იქ მიწერ-მოწერა კომუნიკაციების გზით ხდება როგორც წესი იქ. დაუსწრებლად ხდება გადაწყვეტილებების გამოტანა, რახან ეს გამოცდილება ბედმა მარგუნა რომ საკუთარ თავზე გამომეცადა, აწი უფრო გამიადვილდა უკვე მე რამდენი წელია ამ საკითხებზე ვმუშაობ და თქვენ წარმოიდგინეთ არც თუ ისე ურიგოთ. თქვენს ახალგაზრდობაზე გითხარით. ანუ რამდენად აქტიური ახალგაზრდა იყავით და რამდენად იყავით ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და ზოგადად რამდენად გაინტერესებდეთ ის რა ხდებოდა იმ დროს ქვეყანაში? ჯერ ეს ერთი ახალგაზრდა ახლაც ვარ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახალგაზრდობას, იმ ახალგაზრდობას, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, ყოველთვის ახლავს ერთგვარი რომანტიზმის ელემენტები, ერთგვარი გადაჭარბების თუ გნებავთ მაქსიმალიზმის ელემენტები და არაფერი ახალგაზრდული, არაფერი ნორმალური ჩემთვის უცხო არ ყოფილა. კარგი, ეს თუ ცუდი სხვა საკითხია, მაგრამ ვიცოდით ქუჩაც, ვიცოდით შატალოც, ვიცოდით სწავლაც, ვიცოდით, ანუ ყველაფერი რითიც კი საზრდოობდით მაშინ თანატოლები. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ასე მკითხეთ არა, თუ არ ვცდები. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც კი მიგვიყვეს, იმიტომ რომ ძალიან ადრეული ასაკიდან გადაწყვეტილი მქონდა, ვინ უნდა გამხდარიყავი, რა პროფესია უნდა ამერჩია, რა მიმართულების წიგნები უნდა წამეკითხა იმ აუცილებელი კლასგარეში ლიტერატურის გარდა და დაახლოებით ვიცოდი ისიც, რომ უნდა წამეკითხა იმაზე მეტი, ვიდრე ამას სხვა შეძლებდა ან მოასწრებდა. ეს არა იმის გამო, რომ ვინმესთან პაექრობა გამეწია ან შეჯიბრი გამომეცხადებინა. არამედ იმისთვის, რომ ამაში პოულობდი
ჩემი როგორც მომავალი იურისტის ერთგვარ შვებას, ერთგვარ თვითკმაყოფილებას, ერთგვარ სიამოვნებას, რომ მე აი ჩემს მომავალ იურისტობას არაფერს არ დავაკლებ. ეს იყო ხობიც, ეს იყო კრედოც, ეს იყო მიზანიც, ეს იყო ყველაფერი ჩემი ცხოვრების. ბატონ სულხან, ახსენეთ ქუჩა. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია ზოგადად ახალგაზრდისთვის ამ ინსტიტუტის გამოვლა? როდესაც მე ვახსენე ქუჩა, ამ ქუჩაში ვიგულისხმე ყველაზე კარგი გამოვლინებები. ქუჩაში ისწავლდი შენ როგორ უნდა დაიცვა მანდილოს, ანუ ვთქვათ, არა მართლზომიერი საქციელისაგან. თუ კი ის თავისი ფიზიკური სისუსტის გამო ვერ იცავს თავს, ვთქვათ, ნასვამი მოძალადისაგან და შენ მას ამ მოძალადეს სათანადოდ მოეპყრობი, ეს სისხლის სამართლის კოდექსით წახალისებულიც კი არის. სააკაშვილის ხელისუფლება ამას მახინძურად აღიქვავდა. იმიტომ რომ ყველა მისი წარმომადგენელი, თუ კი ისინი ქუჩაში გაივლიდნენ, ან ასეთი ძალადობის მსხვერპლი იყვნენ თვითონ, როგორც ქალიშვილები, მამაკაცებზე ვლაპარაკობ. და საპასუხო რეაქცია არ ქონდათ, ან ვერ ქონდათ. ან კიდევ თვითონ იყვნენ ის მოძალადეები. გივით არგამაძე მაგალითად ერთ-ერთი მოძალადე იყო, ისეთ ცემა ადამიანი თავისი პათოლოგიური სიმთვრალის დროს რესტორანთან, ეს ცნობილი ამბავია, გაიკითხეთ და ამოქეკეთ ის საქმე, როგორ შემოდო ნაციონალურმა მოძრაობამ თაროს. თითქმის სიკვდილის პირამდე მიიყვანა ადამიანი. თითქმის სიკვდილის პირამდე. ეს როდინდელ ამბავს? ეს არის ვიდრე ნაციონალური მოძრაობა მოვიდოდა ხელისუფლებაში. აი ასეთ გაკვეთილებს იღებდა ნაღდი თბილისელი ადამიანი, ნაღდი ქართველი ადამიანი არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეს მოხდებოდა გორში, სიღნაღის ქუჩაში, რომელიმე იმერული სოფლის, თუ კახური ადმინისტრაციული ერთეულის, თუ თბილისის მეტროს შენობასთან, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეს ქუჩაა ხო ყველგან ზოგან. რატო ხედავ მარტო იმ ადამიანში, რომელიც შენივე პოლიტიკის გამო უმუშევარია მხოლოდ კრიმინალს. სააკაშვილის ხელისუფლებამ თავისი ასეთი ვითომ ფილოსოფიური დაკვირვებების გამო, რომ ქუჩაში მხოლოდ ცუდი რაღაცა უნდა ხდებოდეს და ხდება, ვითომ კრიმინალური სამყარო ბუდობს თბილისშიო, თავისი მოსახლეობის, ახალგაზრდა შრომის უნარიანი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ძალიან დიდი რაოდენობა მიმოფანტა ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. და თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ჯობია ეს იცოდეს, იმ ადამიანებმაც იცოდნენ, ვინც არ იცის. და ბევრი ამას ანგარის მაინც გაუწევს. ძალიან შევირცხვინეთ თავი ევროპელების წინაშეც და არა ევროპელების წინაშეც, იმიტომ რომ ქართველების დანახვა არ უნდათ ევროპაში. რა თქმა უნდა, მე არ გულისხმობ რამდენიმე ათეულ სასიამოვნო გამონაკლისს, როდესაც წარმატებას აღწევენ, სამსახურიც აქვთ, დამსახურებას, ვასკავაში წვერიან, სპორტშიც წარმატებები აქვთ ზოგჯერ და სხვადასხვა სფეროში კარგი დრამატურგებიც ყავს, რეჟისორი. ცალკეული შემთხვევებია. ვერ წუნეთ, მე 7 წელია რაც ევროპაში ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ქვეყანა მაქვს მოვლილი და ევროპულ პრესას გადაშლი თუ არა ქართული კრიმინალური მენტალობის თავისებურებებზე მიიჩნევა, რომელიც ცოცავი საშინელებასავით მოდებულია მთელი ევროპის კავშირის ტერიტორიას და ვერ გვიტანენ ჩვეულებრივი საზოგადოების ქუჩაში შემხვედრი ადამიანების დონეზე ქართველების დანახვაზე ალერგიას ჭირთ უკვე. ესეც სააკაშვილის ნაცმოძრაობის დამსახურება, იმიტომ რომ ან ციხეში უნდა ყოლოდათ ადამიანები, ან ციხიდან გამოყვანილები პირდაპირ საზღვარზე უნდა გაეშვათ და გაეგდოთ ისე რომ
ცოლ-შვილსაც არ ახვედრებდნენ, ან დაჭერის შიშით იმ თავით ეუბნებოდნენ, რომ ქვეყნის ტერიტორია დატოვეთ. რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც მიდის უსახსროდ, უმშევარი, მხოლოდ ერთი საბუთი სამარა, რომელსაც იქვე სასაზღვრო კონტროლის გადასვლის თანავე დაახევენ ხოლმე თავზე იმ პასპორტს და ბედის ანაბარა გაუშვებენ ევროპის მთელ სივრცეზე. რა ქნას იმ კაცმა, ზოგმა თავი უნდა ირჩინოს მოპარვის გზით, ზოგმა სხვადასხვა საშუალებებით. და როდესაც ერთსაც, მეორესაც, მესამესაც, მეოთხე საშინელებასაც ქართველი ჩადის, რა თქმა უნდა, უცბად არა, მაგრამ თანდათანობით ეცვლებათ შთაბეჭდილება და ეს შთაბეჭდილებების შეცვლა დაიწყო მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ვითომ საქართველოში წესრიგის დამყარება დაიწყო. თუ კი შენს ქვეყნისთვის სიკეთე გინდა, შენ საკუთარ ტყივილს ქვეყნის შიგნით მოუვარე და აქ გააუნებელყე, თუ კი რამეა საჭირო. მაგრამ აქ მათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარი კეთილდღეობის გარდა სხვა არაფერი არ აინტერესებდათ. როგორ მოხდით კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე? გაიხსენეთ თუ შეიძლება ეს პერიოდი. რა თქმა უნდა, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი ამას, მაგრამ მოხდა ისე, რომ მე მუშაობდი სახელმწიფო სამსახურში, მუშაობდი სასამართლო რეფორმის საკითხებზე, მუშაობდი სახელმწიფო კანცელარიაში, იუსტიციის საბჭოში, უშიშროების საბჭოში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე აი ამ საპარლამენტო მდივნად მუშაობის პერიოდში ვაკანტური შეიქმნა კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, სადაც ახალი კაცის დანიშვნაზე გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა მიეღოთ პრეზიდენტს და პარლამენტს და ჩემზე გაკეთდა მაშინ ეს არჩევა. უშუალოდ ედუარდ შევარდნაძესთან რა ტიპის ნაცნობობა გაკავშირებდეთ? როგორც გითხარით, მე ვიყავი მისი ორი პირადად მისი კოლეგიური რჩეველი ორგანოს წევრი, ეს იყო უშიშროების საბჭო და ეს იყო იუსტიციის საბჭო. გარდა ამისა ვიყავი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ეს გახლავთ პატარა აპარატის მქონე სამსახური დაახლოებით 30 კაციანი და თვითონ ამ სამსახურს თავკაცობდა საპარლამენტო მდივანი. კორუფცია და ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდი. ჩვენთან სტუმრობისას ბატონმა ვალერი ხაბურძანიამ ესეთ რამ თქვა, რომ ის შევარდნაძის ხელისუფლებაში იყო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული. რა ხდებოდა ამ მიმართულებით ხელისუფლებაში იმ დროს? ჩვენ შემთხვევაში ასე არ იყო. რაც შეეხება აი ამ მოსაზრებას, რომ შევარდნაძის დროს ვინც იქ მუშაობდა, იგივე ეს არის აბსოლუტური დემაგოგია. ეს არის უბრალოდ ლოგიკის არცოდნა. მახსოვს ერთხელ ჟურნალისტი მოვიდა და მეკითხება, თქვენთან უწყებაში კორუფცია არის კონტროლის პალატაში? დიახ, პატივცემულ უთხარი, არის კორუფცია. იმ დოზით, იმ მასშტაბით. ისეთნაირად, როგორც ეს მთელ ქვეყანაში. შეიძლება ერთი მიმართულება ან ერთი ბლოკი უწყებებისა ან ერთი ნაწილი სამინისტროებისა იყოს კორუფციით დაავადებული და სხვა სამინისტროში იყოს იდეალური სისულელე. ასეთი უაზრობა მხოლოდ სააკაშვილის თავში იბადებოდა, რომელიც ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტროში კაცშვილი ხთამსარიგებს. ამ დროს, როდესაც ყველაზე მეტი სახელმწიფო ქონების დატაცება ჰქონდა მიშას დროს იუსტიციის სამინისტროს. და მიშას დროს თუ მეტნაკლებობაზე წავიდა საკრებულო, მაგრამ მეტნაკლებობას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ხო ხარ გასურვილი. რას ნიშნავს ყველაზე ნაკლებად ვიყავით ჩვენ გასურლებიო? ყველა პატარძალი დილით რო იღვიძებს თანაბარ მდგომარეობაშია. ხა მეტნაკლებობა და ისინი არავის გამოუკულებია.
რას ნიშნავს? ახლა თურმე უშიშროება ისეთი საწყლები ყოფილა. არავინ არ არჩენდა თავის ოჯახს 60 ლარზე. არავის არ ყოფნიდა 120 და 150 ლარი სამი შვილის გასაზრდელად. სიგარეტის საგიდლად და შავი პურის მისატანად. თუ ამ მოსაზრებას ვინმე შეეწინააღმდეგება, დამიჯდეს და ვეთქვი, რომ თქვენ სახელმწიფო მოღვაწე კი არ ყოფილხართ. კორუფციის გარეშე რომ ახერხებით. თქვენ ილუზიონისტი ყოფილხართ, ბატონო. ჩვენთან ნაკლები იყო და თქვენთან ვინ დაწერა, ვინ მოგიგონათ კრიტერიუმი, თქვენ არქიფოსეთურის ჩამომავლება მართლა. სააკაშვილი როგორ შეიძლება იყოს კორუფციის გარეშე წიგნი დაარქვა, ბრძოლა საქართველოს კორუფციის გარეშე. კორუფცია ეს აბარ არის, როდესაც ამდენი 1000 კილომეტრის გზა დააგეს და კიდევ დღესაც ვერ დაამთავრეს ამ გზების მშენებლობა. თორე ის რომ ეგრეთ წოდებული გაის ინსპექტორი 5 მანეთს არ იღებს, თავისთავად კარგია, მაგრამ სანაცვლოდ ბიჭებს ხრეთნენ ქუჩაში. ახლა კითხეთ ზოგიერთი შვილგარდაცვლილი დედის ოჯახს. როგორი გაიშნიკი ურჩევნია 5 მანეთს რო იღებდა თუ 200 შეიარაღებული პატიოსანი სპეცნაზელი, რომელიც 168 ტყვიას დაახლიდა შენ შვილს. დღისით, მზისით შუა ქუჩაში. სად გადის ზღვარის ნეობასა და კორუფციას შორის? ან რა პრანჭიაობა ეს კორუფციის გარეშე? რომელს ყოფნიდათ ხელფას? რომელი ერთი იყავით ისე? ტელეფონზე რომელმა ერთმა თქვით, რომ ტელეფონზე ბევრს ვლაპარაკობთ, ეს მანქანა არ მინდა ქვეყანა გაჭირვებულია. არა ბატონო, ვისაც მეტი ძალაუფლება ქონდა. ის ყველაზე ერთადერთი სათვალავი კრიტერიუმი თუ გნებავთ, სად უფრო მეტი იყო კორუფცია და სად უფრო ნაკლები, ეს არის ძალაუფლება. და რა გამოდის ძალოვან უწყებებში ყველაზე მეტად მძინარებდა კორუფცია? რა თუნდა ლაპარაკი მაგას. სადაც მეტია შესაძლებლობები. აბა მე ეზოვეს რანაირად უნდა მოვთხოვოთ კორუფციაზე პასუხი. თურმე ვინ ვარებს კორუფცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანუ უშიშროება. ამ დროს სქემებში არ მონაწილეობდა. ვაი თქვენს პატრონ. ბატონო სულხან, ვარდების რევოლუცია. ამ პერიოდს ყველა თავისებურად გვიყვება და ყველა იმ გადასახედიდან, საიდანაც მას ეს არის ვარდების რევოლუცია, ბოდიში ხდი დაამთავრეთ კითხვა და ანუ თქვენს მეხსიერებაში როგორ არის შემორჩენილი ვარდების რევოლუცია და რა იყო ამ დროს თქვენი როლი? ჩემი როლი იყო ერთადერთი, რომ ბოლომდე შემესრულებინა კანონითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული მოვალეობა. ჩვენ ვინც სხვა იდეალებზე ვართ გაზრდილები, ძმაკაცობის, ერთგულების, გატანის, ბოლომდე დადგომის იდეების და იცით ვისაც გულისხმობ. ვინც ბოლომდე შეინარჩუნა ნამუსი, სინდისი. ვიდექით ბოლომდე ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. იქ სარევოლუციო არაფერი არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება, ძალოვანი სამსახურების პირველი პირების ღალატის ფონზე შესრულება. ორჩა და გათავდა. ედუარდ შევარდნაძე გაყიდეს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეთამაშათ ორმაგი თამაში სააკაშვილის ფრთაზეც და შევარდნაძის ფრთაზეც. ვინ იყვნენ ესენი ბატონო? დიდი ამბავი, ახლა თუ სულხან მოლაშვილს დაიჭერდნენ და 9 წელს მიუშლიდნენ. კიდე ორნაირ სულხან მოლაშვილის ნაირს დიდი ამბავი, ახლა მთავარია ჩემი მილიონები გავასწორო და მერე ვიძახო, რომ ჩემს უწყებებში არ ყოფილა დიდი სქემები კორუფციის, შედარებით პატარა სქემები იყო, თორე სულხან მოლაშვილი რო იყო კორუმპირებული, რა თქმა უნდა, ის იყო. ამაში მედიაც წოდავდა სხვათა შორის. ასე გაბღენძილი იჯდა. უკაცრავად პასუხია, მაგრამ ასე მახსოვს და ასე ჩამრჩა
სმენად და მეხსიერებაში. შალვა რამიშვილის ის, როდესაც ერთ-ერთ ძალოვანს თავის სტუდიაში ელაპარაკებოდა, მოლაშვილი და მირცხულავა რო დაიჭირეთ, ეს გასაგებია, ეს ოდიოზური ფიგურებია. მერე თვითონ შალვაც დარწმუნდა, რანაირი ოდიოზური ფიგურები ვიყავით, მაგრამ მაშინ ასეთი განწყობა ქონდა. სხვა დაჭერებს როდის დაამთავრებთ, თორე ესენი რო დაიჭირეთ, ეს კარგი ქენით. ვინ იყვნენ ის ადამიანები თქვენი შეფასებით, ვინც იმ დროს ედუარდ შევარდნაძეს უღალატა? მე უკვე გითხარით ახლა. გვარებსაც ჩამოვთვლი არ ვერიდები, უბრალოდ არ მინდა ვინმე გამომრჩეს. და არ ვაწყენი. ჩამოთვალოთ. არ ეწყინებათ. არ ეწყინებათ. ვიღაცა გამომრჩება ნამდვილად და ამჯერად. მართლა ეს ყველამ მიცის უბრალოდ არ მინდა. ჭორიკანა ადამიანს დავემსგავს ან რაღაც სისულელეებში ამოვყოთა. ის ვინც უნდა შეესრულებინა საკუთარი მოვალეობა და ვერ შეასრულა. როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას აკეთებენ, სახელმწიფო გადატრიალება არის სპეციალური მუხლი, სახელმწიფო ღალატი, შპიონერი, არის უშიშროების სამინისტროს ქვემდებარე. როდესაც უშიშროება ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ან უნდა გადადგე და წაეთრიოსენ სახლში, ან უნდა თქვა, რომ მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ესეთი მაგრამ მე რატო ვასწავლო ხა ეს კარგი გზაც? ეხლა დაძვრებიან მანქანა სადარბაზო მანქანა და იარონ ეს არის მათი ცხოვრების თორე კაცები ვინც კაცურად იდგა თავიდან ბოლომდე ქუჩაში წელგამართული დავდივართ თავაწეული იმიტომ რომ საკუთარი სინდისის წინაშე ღმერთის წინაშე მაშინდელი ხელისუფლების წინაშე მართლები ვართ და ისე არ მოგცეულვართ როგორც ერთ ცნობილ სცენარშია ერთ კაცობაზე ხელი არ აგვიღია და ერთი რაღაცა არ დაგვიწყია ძალიან ძველი პროფესიის მიმდევრობა არ დაგვიწყია როგორც ერთ-ერთ კახურ სინამდვილეზე აგებულ ფილმშია და ამათმა ისე დაიწყეს მოეწონათ ეს სიამოვნად და დღემდე აგრძელებენ და რაღაც შემი გადასაკეთებლები არიან ეს ავადმყოფები სულხან ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო თქვენი როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი დევნა. ვის ინტერესებში შედიოდა და რატომ? სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც სულხან მოლაშვილის საქმეს ეხება, წერია, რომ ჩემს მიმართ განხორციელებული ყველა ქმედება, დაკავებაც, დაპატიმრებაც, სასამართლოც იყო უკანონო და ეს იყო ორგანიზებული პოლიტიკური სპექტაკლი სააკაშვილისა და კუბლაშვილის მიერ. ეს არის ევროპის სასამართლოს დასკვნა. თქვენ რა ტიპის ნაცნობობა გაკავშირებდათ მიხეილ სააკაშვილთან, მას რატომ გქონდა, რატომ გადაწყვიტა ესე გაგსწორებოდეთ? ახლა ზოგიერთი ის მასაც უნდა კითხოთ, მაგრამ რატო ებადებათ ზოგჯერ ესეთი ავადმყოფური იდეები, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, იმიტომ პირველ რიგში იმიტომ, რომ კონტროლის პალატა იყო ის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მაშინდელ კორუფციის მებრძოლს და კრისტალურად სუფთა ადამიანს სააკაშვილს სინამდვილეში კორუფციაში ბოლომდე დღესაც სხვათა შორის ყველამდე ამოსვლილს და მხოლოდ ფულის სიყვარულზე ორიენტირებულ ადამიანს, ფულით დაფუძნებელ ღირებულებებზე გაზრდილ ადამიანს აღმოუჩინეთ სამსახურში საშინელი ორდენობის დატაცებები, სახელმწიფო ქონების დატაცებები. ეს დოკუმენტაცია დღესაც ძალაშია. მე რამდენად ვიმეორებ და ხალხი ზოგჯერ ვისაც ეს უნდა ეხებოდეს, ყურს არ იბერტყავს და ჯერ ხომ მაშინ არ მიხედეს, როდესაც რევოლუციისკენ მიდიოდა საქმე, წინ წლებში ვამბობ რევოლუციას. და მაშინ არ მიახალეს პირში რომელი რევოლუცია და რომელი ვარდები მოგიხდება შენ, როდესაც ამ დროშების, საპროტესტო დროშების დაბეჭდაც კი ბიუჯეტიდან მოპარული ფულით შეგიძლია. ამის მთქმელი სულხან მოლაშვილი იყო. მე ვგულისხმობ სამსახურებრივ ასპექტს ჩვენ გვევალება და აუდიტის ჩატარება და ჩვენ აღმოვაჩინეთ, არავის არ ვაკნინებ ამის გამო. ვთქვით კიდეც, და რო ვთქვით და კიდევ ბევრჯერ რო ვიტყოდით.
აი ამის გამო როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე მოგვიშურა არენდა. ანუ ეს იყო შურისძიება. რა თქმა უნდა. რაც შეეხება სასჯელ აღსრულების დაწესებულებას. ჩვენ გვსმენია ძალიან ბევრი ადამიანისგან, ისეთებისგან, ვინც შედიოდნენ, ხედავდნენ საკუთარი თვალით და შემდეგ გამოდიოდნენ და მას გვიყვებოდნენ. უშუალოდ თქვენი თვალით დანახული პენიტენციური სისტემა. როგორია? საკუთარ თავზე გაქვთ ეს ყველაფერი გამოცდილი და თუ შეიძლება რომ გაიხსენოთ. ეს იყო საშინელება. ერთი სიტყვით თუ შეიძლება აღიწეროს, რაც შეეხება კონკრეტიკას, მე არა მარტო როგორც პატიმარი ვაკვირდებოდი ამას ყველაფერს. ერთგვარად სამართლებრივ შეფასებასაც ვუკეთებდი, იმიტომ რომ ეს იყო ასეთი რამ არც სასამართლო განაჩენებში წამიკითხავს, არც პოლიტიკური პროცესების ისტორიაში და არც სამართლის ისტორიაში, საერთოდ სასჯელის ზომების სახეები, დრაკონული მეთოდების, ადამიანის ხის ტოტებით გახლეჩვის ჩათვლით გამიგია და წამიკითხავს, მაგრამ ის რაც სააკაშვილის პენიტენციარულ სისტემაში ხდებოდა ბუნტის შემდგომ პერიოდში, ასეთი რამ არც გამიგია და არც ვინმეს მოუყოლი. რა ხდებოდა? ეს ხდებოდა, ეს იყო დაფუძნებული მონურ მორჩილებაზე სისტემა, რომელიც მიზანმიმართული იყო ადამიანის განადგურებაზე, ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაზე, ცემაზე სიკვდილამდე და თუ კი ვინმე გარდაიცვლებოდა და მოკვდებოდა, იმ გარდაცვლის ორგანოებს ამოიღებდნენ და სანაცვლოდ ფილტვის, გულის, ტვინის და ასე შემდეგ ჩაალაგებდნენ აგურებს, იაშიკის ხის ყუთის ნატეხებს, იატაკის ძველ ჭუჭყიან ნაჭრებს გაავსებდნენ გვამთ ორგანოების მაგივრად სხვადასხვა ნივთებით, უხეშად გაკერავდნენ, გადააფარებდნენ სუდარას და ისე მიუგდებდნენ ჭირის უფალს. ამას აკეთებდნენ ზოგიერთ შემთხვევაში იმისთვის, რომ საექსპერტოდ შესაძლო ალტერნატიული ექსპერტიზა არ ჩაეტარებინა ვინმეს, იმიტომ რომ სიკვდილის მიზეზი რო დაედგინათ. ახმოურდებოდა ესა თუ ის საკითხი, ან მეორეს მხრივ დიდი ეჭვი არსებობდა, რომ ეს იყო პოლიტიკური, ეს იყო გადარჩენილი ორგანოებით ვაჭრობით აწყობილი სისტემა, როდესაც ამას ყველაფერს კონტეინერებში, სპეციალურ კონტეინერებში ალაგებდნენ და უშვებდნენ. რამდენი კაცი კვდებოდა, რამდენი მოკვდა, რამდენი გადარჩა, რამდენი სად გაიყვანეს და გამოიყვანეს, დღემდე არ არსებობს ამის სტატისტიკა. ამის მომკითხავიც არ არსებობს სამწუხაროდ. ეს ყველაფერი რასაც გვიყვებით, უშუალოდ თქვენს თვალწინ ხდებოდა თუ აი თქვენ საიდან იღებდით ამ ინფორმაციას? ჩვენს თვალწინ და იმ კაცსაც აქვს უშუალოდ მონაყოლი, როდესაც მორგთან ვიდექით მაგალითად რეზბანიცის შენობაში და გულშემატკივრობით ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს, არ მინდა ეხლა ისე ახსენო და გავუხსნა, ასე ვთქვათ, ჭრილობები იმ ოჯახს ამ მოგონებებით გვარს ამიტომ არ ვამობ, ერთი პატიოსანი გამგებლის ოჯახს ვთხოვეთ უბრალოდ აი ამ პატიმარს, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებდა. ვთხოვეთ, რომ რამდენიმე კოლოფი სიგარეტის სანაცვლოდ ეს არ ჩაედინა. და გაჭრა ჩვენმა თხოვნა. ჩვენმა ქრთამაც გაჭრა. იმ რამდენიმე კოლოფმა სიგარეტმა და გვამი, ასე ვთქვათ, უბნებლად იქნა გარეთ. აი ამ ციხეში არსებული მდგომარეობის გამო. უნდა შედგეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც თავიდან ბოლომდე უნდა გამოიძიოს ეს. იმის გამო მარტო რომ საქართველოში ასეთი რამის რეციდივის თეორიული შესაძლებლობაც კი გამოირიცხოს. ეს იყო გაცილებით მეტი საშინელება, ვიდრე ეს გუანტანამოში შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს. და რაც შეეხება უშუალოდ თქვენს საკითხს. ყველას გვაქვს ნანახი ის კადრები, სადაც არის აღბეჭდილი თუ როგორ არა ადამიანურად გეპყრობოდნენ და რა წამებაც გადაიტანით.
ვისი ბრძანებით ხდებოდა ეს ყველაფერი და ვინ იყო ამის შემსრულებელი? თუ გაქვთ გამორკვეული. შემსრულებლები, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, იმიტომ რომ გადაფარებული მქონდა როგორც გითხარით ნაჭერი, მაგრამ იქვე ძალიან კარგად ვარჩევდი ადეიშვილის, გიგა ბოკერიას, ვალერი გრიგარაშვილის ხმებს. ამ დროს ეტყობა სმენა უფრო გამძაფრებული აქვს ადამიანს. ეხლა გამოდის ეს ლუსინდისო გრიგალაშვილი. მარტო ამ საქმის და კიდევ მრავალი საქმის გამო, ფალსიფიცირების გამო დასასჯელი ადამიანი და დაისჯება ის კიდევ გაძლევთ პირობას. გამოდის და იძახის რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდიო, იგივე ბრალდებას დავწერდი. მას შემდეგ რაც სტრასბურგის გადაწყვეტილებამ გამოიტანა ვერდიქტი რომ დაკავებაც უკანონო იყო, პატიმრობაც და მთელი სასამართლოც. ბატონო სულხან, გათავისუფლების შემდეგ თქვენ მოითხოვეთ პოლიტიკური თავშესაფარი და დატოვეთ ქვეყანა. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? მე გადაწყვეტილება მივიღე იმის გამო, რომ ციხეში აღმიძრეს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე. ამ შემთხვევაში უკვე ახალაიამ ივაშკაცა და ახალაიამ დამაბრალა ასეთი მუხლია სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელ ახსულების დაწესებულების დეზორგანიზაციის ორგანიზატორობა და მცდელობა. ესე იგი მე ვაპირებდი თურმე სასჯელ ახსულების დაწესებულებაში რაღაც საშინელების მოწყობას, თუ კი წინარე შემთხვევაში, როცა ჩემს სამსახურს ეხებოდა, ჩემს ღირსებას ეხებოდა, ავდექი და ვაჟკაცურად მივედი პროკურატურის შენობაში და უთხარი აბა რა გაქვთ, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ წარმოდგენაც არ მქონდა რა საშინელებები შეიძლება ეკეთებინათ. ამ შემთხვევაში უბრალოდ განვერიდე და ჩავთვალე რომ იქიდან ვებრძოდი ვიდრე ციხის საკნიდან. რაც შეეხება თქვენს ოჯახს, ამ პერიოდში რამდენად განიცდიან ზეწოლას ყოფილი ხელისუფლების მხრიდან? მეტნაკლებად სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად. რა თქმა უნდა, ნათესავი არ დატოვეს სამსახურში, ნათესავი. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი იმ წუთას კი არ აქტივა და იმ წუთას კი არ აწუხებს ისე მძაფრად და ისე კვეთრად ოჯახს. ეს თანდათანობით ჩნდება, თვითონ პატიმარსაც მაშინვე კი არ ეტყობა ეს. მერე ვითარდება ზოგს ნევროზის სახით, ზოგს სხვადასხვა დაავადების სახით, მაგრამ საერთო ჯამში მე მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, ჩემი ოჯახის, შვილების, სხვების, მეგობრების, ახლობლების, რომ ესენი ერთმუშტად იყვნენ. ასაკოვანი მამაც, ჩემი ძმაც, რომელიც მაშინ გადადგა სამსახურიდან, პოლიციის სამსახურიდან. ერთად იყვნენ შეკრულნი და ერთმანეთის იმედით გაქონდათ. მაგრამ წლები იყო მძიმე. თუნდაც ის რა დღის მე ბევრს არაფერს გეტყვით, როცა წლინახევრის შვილს 2 წლის მანძილზე არ გაჩვენებენ. რას ფიქრობთ, რამდენად რეალიზებული ადამიანი ხართ, რამდენად გეძლევათ იმის საშუალება, რომ თქვენი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოთ? მოდით ამ კითხვაზე ცოტა გვიან გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ძალიან ბევრის ჯიბრზე ადრე არ მიყვარდა ასე კრიჭაში ჩადგომა, მაგრამ დღეს ძალიან ბევრის ჯიბრზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვარ. ვარჯიშიც დავიწყე საიმისოთ, რომ ზოგიერთი ნაცმოძნრაობისნაირ სუბიექტს ერთ-ორს კიდევ გავუმკლავდე. მე გულისხმობ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გამკლავებას. და ის დროც მოვა, როდესაც ანგარიშებს მოვიკითხავ თითოეულისაგან, თითოეულის აქციელისგან, ოღონდ ჩემს მიმართ ჩადენილს კი არა, ქვეყნის მიმართ ჩადენილს, საკუთარი სამშობლოს მიმართ ჩადენილს. და პირობას გაძლევთ მე მოვიქცევი ისე, როგორც ამას ქართული კანონმდებლობა გვაიძულებს, რომ მოვიქცეთ.
თქვენი ცხოვრების რომელიმე ეტაპს მიიჩნევთ თუ არა შეცდომად? არაფერს, ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც აქამდე ვიქცევად. და ბოლოს ჩვენი საუბრის ბოლოსკენ გვაქვს ესეთი ტრადიციული კითხვა. ჩვენი რესპონდენტები საკუთარ პიროვნ პერსონას აფასებენ თვითონვე და იგივე კითხვას დაგისვამთ თქვენც. თქვენი შეფასებით ვინ არის სულხან მოლაშვილი? სულხან მოლაშვილი არის ძალიან ძიმე ხასიათის კაცი. უყვარს ოჯახი, თავისი ქვეყანა. უყვარს თავისი პროფესია და აღმერთებს მას. უყვარს ქართულად წერა და კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ რუსულსაც ფლობს არანაკლებად და მიაჩნია, რომ მას ძალიან ბევრი რამ შეცდომად უთვლის საკუთარ თავს იმას, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება გადადო სხვადასხვა ფაქტორების გამო. იმის გამო, რომ მიაჩნდა ეს მისთვის ჩვეულებრივ ამბად, ისედაც ნაგულისხმევ და ძალიან ბევრი რამე კიდევ მომავალში მაქვს. მე ვიცი, რომ ახასიათებს ძალიან დიდი ღირსება. ნიშნის მოგებით არავის არ მეუბნები, რომ ყოველთვის მიყვარდა ჩემი ქალაქი და ჩემი ქვეყანა და კაცად მიმაჩნდა ის, ვისაც თავაწეული შეუძლია ამ ქალაქში სიარული. ვეთაყვანებოდი ესეთ უფროსებს და ვიცი, რომ ასეთად დავრჩები სხვებისთვის, ჩემზე უმცროსებისთვის, იმიტომ რომ ცუდი მაგალითი არ მიმიცია. ცუდი საქმე არ მიკეთებია და ეს უკვე ცოტა არ არის. წარმატებები გვინდა გისურვოთ ბატონო სულხან, მადლობა ასევე საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებთ, ჩვენი სტუმარი იყო ბატონი სულხან მოლაშვილი. ნახვამდის.